აბა როგორ ისმის შემიხმართ ძვირფასო მეგობრებო, მოგესალმებით. დღეს გადავწყვიტე რომ აი ეს ფენომენალური მასტერკლასი, რომელიც იაგო ხვიჩიამ ფორმულა ჟურნალისტებს შეუსრულა საკუთარ გადაცემაში, მინდა ამაზე რეაქცია შევწერო, რადგანაც იმდენი, ესე ვთქვათ, ნაპრალი გაჩნდა უკვე ოპოზიციურ ფლანგზე. იმდენად არიან უკვე პანიკაში შიგევროპელები, რომ ვის გადააბრალონ უკვე აღარ იციან. ნუ იაგო მათ უკვე მონათლეს როგორც ქოცად, მათ სხვა დანარჩენი წევრები, ვინც ამ, ესე ვთქვათ, არ შემდგარ 4 ოქტომბერს აკრიტიკებენ, ყველა მონათლულია როგორც აქეთა მემარჯვენე ქოცი, რომელიც თურმე თანამშრომლობს სუსთან, რომელიც ყველა არის სუსის პროექტი, მათ შორის მეც სუსის პროექტი ყოფილ ვარ და ყველა ნორმალური მოაზროვნე ქვეყანაში არის სუსის პროექტი. ნუ შიგევროპელები დარჩენილი არიან დაახლოებით 400 კაციანი ამალით, მათი ბაბლი დღითი დღე მცირდება და შესაბამისად უფრო მეტად გამოდის ეს ტოქსიკური აირები მათი პირიდან და დღეს მე გადავწყვიტე რომ იაგო მინდა შევაფასო და მე მეორე ნაწილში ერთი ძალიან საინტერესო ფსიქოლოგიური წარმონაქმნი შიგევროპელების ერთ-ერთი სამოქალაქო აქტივისტის ესე ვთქვათ აზრი უნდა განვიხილო იაგოზე, ასე რომ დაალაიქეთ ვიდეო, გამოიწერეთ არხი, გაუზიარეთ მეგობრებს, გამოვყევით ინსტაგრამზე, გააკეთეთ დონაცია, რომელიც აღწერაში მითითებულა. ეხლა მოდი ჩავთვალოთ ვიდეო რეაქცია. აქედან გამოვიდეთ. აქედან გამოსვლა ნიშნავს იმას, რომ აღდგეთ რუსთაველიდან. ახლა ის არის დაბინძურებული სივრცე. იქ უბრალოდ არასერიოზულია დგომა. როგორც ეს სირცხვილია რო იყო, ორი თვერო დადიოდა და ბოლოს რო უბრალოდ აი ჩვეულებრივი სიბინძურეს უფევდა. იქ არაფერი ძალიან ძაფრი სიტყვარია გვარ. იქ ბინძურია ეს ხალხი, ეს ბინძური, იმიტომ რომ სუსტად შეგონა ხალხი. ბინძურები გულისხმობ იმას, რომ ვიღაცა ვიღაცის მოსყიდულია, ვიღაცა ვიღაცის შუაზე დადის, ვიღაცაზე კონტროლ. ჯოჯოხეთმა კი არ გადაერას, ესენი არის სახიობები. ვინ კაცო, ვის ლაპარაკობს? ვინც რუსთაველზე დგას დღეს? აი ჟურნალისტური ეთიკის თვალსაზრისით ეს ადამიანი არის ჩვეულებრივი იმბეცილი. ანუ ტიპი ვერ ხვდება რომ ჩაისვარს, ანუ ტიპი ვერ მიხვდა. ანუ ამ ტიპს კიდე გონია რომ რუსთაველზე შეკრებილი ხალხი არის ძალა ხალხი, რომ ხვდებით? აი ბოლო ერთი კაცი ბოლოს აი ძაღლი რო ყეფავდეს ეგეც ეგონება რაღაც ძალა. და ამ ფორმულასი და ტევპირველის დამსახურება აი ამ ხელა იმედგაცრუება მაგ ხალხში, რომ ოვერ წარმოდგენები ქონდათ იმ ლიდერშიპზე, ეგრეთ წოდებულ ლიდერშიპზე, რომელიც მათ წინ მიუძღოდათ. და ეს გუბაზა და გუბაზას შვილი და ეგენი ხო საერთოდ ეხა ერთმანეთის ხელებს უშვერენ იმ აქციაზეო ზოდელავასთან და ბურჭულოზე მე არ მინახია უკაცო სად იყო. ყველამ ჩაიჯვა ეგრევე, ყველამ რო ბლატაობდნენ ამდენი ხნის განმავლობაში TikTok-ზე, Facebook-ზე და რამე ყველამ ჩაისვარა ხალხო, ყველამ აბსოლუტურად. ვის კლოუნები ისა რა ქვია, ნენსი ვოლანდია წამე ნენსი ვოლანდი არის აი ჰორორის პერსონაჟი. ოღონდ მართლა. მე მგონია რომ final boss სცენა იქნება ნენსი ვოლანდი რუსთაველზე. ახალი ამდგარი ნენსი ვოლანდი მოდის რუსთაველზე, ესე ბაყ, დიდი ბაყბაღდები წარმოიდგინეთ, ერთი 10 მეტრიანი რა. ეგ არის შიგევროპელების ბოლო final boss-ი. ნენსი ვოლანდია წარმებული, ესენი არიან ტროლები, ჩვეულებრივ ასობით ადამიანი გადის რომლებიც სუსის. როგორ ვერ ხვდები ირაკლი რომ თქვენი ბრალია ეს ყველაფერი, როგორ ვერ ხვდები ამას, როგორ აგრძელებ? როგორ არის თქვენია იმ ხალხთან ვინც ხეშიზე? ყველას ბრალია, ვინც ამ პროპაგანდას აყვა, ვინც ამ პროპაგანდას ამუშავებს, რომ თითქოს ეს სულელი ხალხი გმირები არიან. აი, ეგ არის ნომერ პირველი, რაზეც მე ვღიზიანებოდი მთელი ამ ხნის განმავლობაში. აი ყველაზე იმბეცილი, ყველაზე იდიოტი, ყველაზე ტვინარეული, ყველაზე არასტაბილური, ყველაზე არარაციონალური ხალხი როგორ შეიძლება გიმინება ჩერაცხო. მაგრამ რა ხდება, იცით? აი, როდესაც ტიპს გონია რომ რაღაცას აკეთებ რა, როდესაც ყალბი დოფამინი შენში გამოიყოფა, აი მაგალითად რუსთაველზეც გახარ და გზას კეტავ, ხო? ეხლა უყურე, როდესაც შენში ეს ყალბი დოფამინი გამოიყოფა და პლუს ამას ემატება ის ემოციური ესკადრილია, რასაც ეგრეთ წოდებული კრიტიკული მედია იქ იმას უკეთებს, აი ესე მიდიან კამერებით და შენ აქციის მონაწილე, როგორ გაგიბედეს და პოლიციამ როგორ შეგეხო ხელით, როგორ გაგწია გვერდით, თქვენ რა აზრს დააფიქსირებდით საქართველოსთან ბრძოლაში. ანუ ესეთ კითხვებს როსავენ და ძირითადად აი ჟურნალისტები, აი ის რო არის, რა ქვია, რა გვარია ის დამავიწყდა ის გოგო რო არის. დეამამისეიშვილი რო იყო, ეხა უსამსახუროდ არის ეგ დარჩენილი. ქაჯაია რო არის კიდე ეხა ისა რა ქვია, ტევპირველის ეგ გიჟები, ჩვეულებრივი აი იმენა ფსიქიკურად შერყეული ხალხი, რომლებიც მიდიოდა და ანუ იმ არარაობებს თავს ადამიანებად აგრძნობინებდა, გაიგე? ანუ არარაობებს. აი ცხოვრებაში რომ არაფერს მიუღწევია გარდა იმისა, რომ რუსთაველზე იდგეს. აი ცხოვრებაში ლარიც რო არ აქვს გამომუშავებული. აი საერთოდ აი რავი სახელმწიფოს კაპიკებითაც რო არ დახმარებია. საერთოდ არაფერი გაუკეთებია. ის ხალხი მელაპარაკებოდა როგორია საქართველოს მომავალი და როგორი უნდა
იყოს ხვალინელი დღე? ამ ადამიანები ვინც ციხეში ზიან, იმასაც ცალკე აგიჟებენ. შარშან აქციებზე ნორმალური ხალხი იდგა, გააქციეს ამ კრეტინებმა, ახლა ვინც იქ აქტივისტია, ვინც იქ ლიდერია, ვინც გზას კეტავს ყოველდღიურად. ისინი ან სუსთან შეთანხმებულები არიან, ან კრეტინები. ფეხები მოაჭერით ყველანაირ პროტესტს, ყველანაირ საღაზს. საერთო სახალხო პროტესტის ნაცვლად გაიჩნდა ბაბლის პროტესტი. კი და რაში ჩანს ეს ბაბლის პროტესტი ახლა გეტყვით რა, ანუ Facebook-ზე არის ჯგუფები შექმნილი, აი დაიტოვე რაღაცა იქ რა ქვია ლიბერალური ფრთები, აი სხვადასხვა ესეთი პატარ-პატარა ბაბლები მაგალითად გაიცანი კიდე ესეთი რაღაც ის არის, როგორც მე ვიცი ხა Facebook-ი მე არ მაქვს, მაგრამ ინფორმაცია მომდის, მაწვდიან ამ ინფორმაციას თქვენ ნუ დარდობთ და რა ხდება ახლა უყურე. ანუ მანდ არის როგორი ბაბლები შექმნილი რა, აი დაახლოებით საკუთარი აი 500 კაცია გაერთიანებული დაუშვათ, რომლებსაც ცხოვრებაში არ აქვთ არაფერი გასართობი რა. PlayStation-ი არ აქვთ რომ ითამაშონ, PC არ აქვთ რომ რაღაცით გაერთონ, ქალი არ აყავთ რომ ღამე გაათბონ, რავი, კლუბებში ვერ დადიან, დღე ვერ გამოდიან სახლში. ანუ არაფერი არ აქვთ. ერთადერთი გამოსავალი, ერთადერთი რაც მაგათ რჩებათ, არის ის რომ აქციაზე გავიდნენ. ანუ აქციაზე მიიღონ მონაწილეობა. ანუ რაღაც ხელოვნური სახის პროტესტი შექმნან. აი მაგალითად უპონტობა რა, აი ადრე ხო იყო უპონტობა, მოდი, აი პივის ფული არა გაქვს, მოდი დავლიოთ. აი ხო იცით ადრე რო იყო ხოლმე რა. ნუ ადრე რა ბევრი ეხაც არის. და ხო აი გავაძრო პივის ფულს და მოდი ქუჩაში გამოდი დავლიოთ. აი დაახლოებით იგივე ვარიანტი აქციაზე გასვლა რა. აი ჩაოლებრივი ბაბლები არის ჩამოყალიბებული, ანუ განა ლიბერალები არიან, განა აი რაღაც ბაბლია სხვა რა, რომელიც არის სიზულულეზე აწყობილი, რომელსაც ზულთ ყველაფერი ნორმალური რაც ამ სამყაროში არსებობს. და ყველაფერი შურთ რაც ამ სამყაროში ნორმალურობას ანასოცირდება. მათ ეზიზღებათ თუნდაც ეს მთავრობა, მათ ეზიზღებათ დონალდ ტრამპი, მათ ეზიზღებათ მემარჯვენე კონსერვატიული ევროპა, მათ ყველაფერი ნორმალური ეზიზღებათ. ისინი თავს ესხმიან სპორტსმენებს, ისინი აკრიტიკებენ ცნობილ ადამიანებს განსხვავებული აზრის გამო. ანუ ჩვეულებრივი ტროლები არიან ხალხო. ბევრი ბაბლია ესეთი. დაიტოვეთ თუნდაც, აი ფსიქიკურად ისა რა ქვია, დაიტოვეთ თუ რა ჯანდაბა ქვია, ხო დაიტოვე ქვია, ხო როგორც ვიცი თუ არ ვიცი სახელი დამავიწყდა ეხა. ისა რა ქვია, ეს Facebook პატარ-პატარა ბაბლები 200-300 კაციან ამალი და ესენი თვით გონიათ, ანუ საკუთარ გამოგონილ რეალობაში ცხოვრობენ. საკუთარ გამოგონილ სამყაროში ხალხო. და ჯერათ რომ ყველაფერი არის სიმართლე. და მე რო ინგრევა ეს ოქროს კოშკები, ხო მე გამოდიან და იმე პატასგან ამას არ ველოდი, იმესგან ამას არ ველოდი. რაკი დააყენეთ რა. და ვიღაცა ნესიოლანს არ ილო გამოკლეობ, ილოხლონს ვარ გავიგეთ რო არ მოხდა. მანამდე ის არის მაინც დამასრულებელი ხოცები უნდა გადმოვიდნენ ჩვენსკენ თუ მოგება გვინდა. გესმით? ხოცები და როგორ შეიძლება ნესიოლანდისკენ ხოცი გადმოვიდეს? იმიტომ რომ ისინი არიან ხოცებთან შეთანხმებული ჩათლახები, რომლებმაც ბაბლად აქციეს საერთო სახალხო პროტესტი. ამას როგორ ვერ ხვდებით? მართლა როგორ ვერ ხვდებით? ერთი ბაბლის პროტესტა თან ყველაზე გოიმი, ყველაზე არაკვალიფიციური, ყველაზე უსინდისო, რამდენიმე ადამიანის პროტესტად გადაიქცა ეს. სანამ აი როგორც სირცხვილია განადგურდა, ისე უნდა განადგურდეს აი ეს დაიტოვე შპინგალეტები. დაიტოვე სწორად მეთქვია. დაიტოვე შპინგალეტები. ხო გეუბნებით, აი ჩაოლებრივი პონტი არ არის საღამოს, ამო რა რუსთაველზე გავატასავოთ რა, გზა გადავკეტოთ რა. შპინგალეტები, ანუ მართლა შპინგალეტები არიან. ანუ მართლა ესაა დამსახურება არ ფორმულა TV პირველი ამედის დამსახურება, რომ აქაც ტვინი აქვს აი საერთოდ არეული და გამორიცხილი. მანამდე არაფერს არ გვეშველება. აბა ვინ არის ლიდერი? ვინ არის ლიდერი? არ ხავს მაგ პროტესტს. როგორ შეიძლება ერთი წელი რამე საკეთებდა ლიდერი ადამიანები ერთი წელი რამე საკეთებდა ლიდერი არ ყავდეს. ეხლა სწორი შენიშვნა არ მიცი, აი დებილი არ არის ეს ჟურნალისტი, აი მართლა ჩლუნგი არ არის? ერთი წელი პროტესტი გაქვს, აი იმენა გეზიზღება, ხო, ბიძინა გეზიზღება, კობახიძე გეზიზღება, ეგენი ერთი წელი პროტესტს უდგეხარ სათავეში, ბიჭო და ლიდერი ვერ გამოაცხე. აი ვიღაც ლიდერი, აი ბურჭულაძე რო ბოლოს გაგიწვება. უბრალოდ კაი ტიპიც აღარ ხარ მაგ ბაბლში გაიგე? ანუ გოიმი ხარ. უბრალოდ გოიმი, რომელიც თავიდან ბოლომდე საზრდოობს იმით, რომ რავი, აი პონტი შევქმენი დღეს რა, გარეთ გავედი რა. და ტეხავს იქ რომ მაგათ რამე პოზიტიური, რამე ნორმალურზე თქვა. აი ეს არის სამწუხარო რეალობა. ესე იყო არასწორია, დიდაკლე დაფიქრდი. ერთი წელი რაღაცას აკეთებ, ყოველდღე აქციაზე ხარ და ერთი ლიდერი ვერ დაიბადა. ესე იყო არასწორი იყო ყველაფერი. მართალია 100%. როგორ ლიდერი შეიძლება არ დაიბადოს ერთი წლის განმავლობაში? ბურჭუარი ლიდერი ერთი წლის ბოლოს? აი აბსო ფენომენალური იყო ეს ლაინი განსაკუთრებით მომეწონა მე. განსაკუთრებით. ესე იყო ყველაფერი არასწორად კეთდება, იმიტომ რომ პროტესტი ხელოვნურად არის მოწყობილი ისე რომ ლიდერებს არ ბადებდეს, დეგენერატები გროვდებოდეს ბოლოში. იაგო, ამდენი წელი ახლა მართ დეტალებში რო ჩავიდეთ, საათებს დაიჭერს ვირას აკეთებდა მართლა. არა, თქვენ ვერაფერს კი ბატონო, მაგას წმინდანი ვარ. მაგას პოლიტიკური წმინდანი ვარ, თქვენთან შედარებით. 9 წელია პოლიტიკაში ვარ, ერთი საჯარო ტყუილი არ მithქვამს შეგნებულად. და
ანუ ტყუილი შეიძლება იაგო არ გითხოვს, მაგრამ ისეთი რაღაცა იმახსენდება. ნუ ეხლა მე იაგოსთან მიმართებაში როგორ დამოკიდებულო მაქვს, იცით? აი გაფუჭებული საათი დღეში ორჯერ სწორ დროს აჩვენებს დაახლოებით ესეთი, იმიტომ რომ ლიბერალი მაინც ლიბერალია, მაგრამ ეს არის სწორად არ ვთქვათ, ადეკვატური ლიბერალია იაგო, ადეკვატური, ნუ კლასიკური ლიბერალიზმი, რასაც თვითონ ამბობენ. მაგრამ იაგოსგან მე რაც არ მომეწონა წლების წინ იყო მე მგონი ეს ხა, მაგრამ ეს ამას იმიტომ არ ვამბობ, რომ ვინმე გავაშაო, უბრალოდ აი მართლა დავიქრინჯე, პირდაპირ ვამბობ, აი ამერიკის ელჩზე რო თქვა, კელი დეგნანი იყო, ხო? მაშინ ამერიკის ელჩი არის ჩემი პატრიარქიო, ხო? აი მან ხელები ავწია უკვე. მან ხელები ავწია და მე მივხვდი, რომ ლიბერალია მაინც. მაგრამ ადეკვატურია იაგო ბევრ რაღაცაში, ხა არც ვადრიე ხა იმათ რა სისულელეა. შანსი არ არის, როგორ უნდა შევატარო ისინი ან ჩვეულებრივი იმპეცილები. ნუ უბრალოდ ხო, იაგოს ხედვები უბრალოდ სამყაროსთან მიმართებაში აცდენილია ისეთ ფუნდამენტურ საკითხებს ახლა რისგანაც განსხვავდეთ მემარჯვენეები და მემარცხენეები, რომ მე ამას არ ვეთანხმები უბრალოდ, გაიგე, მაგრამ ახლა ის რომ ადამიანმა ახლა სწორი აზრი შეიძლება რაღაცებში არ დააფიქსიროს, არა, იმიტომ რომ მე საერთოდ არ ვარ ეგეთი რადიკალი ადამიანი, რომ რახან ადამიანი არ მომწონს რაღაცაში, ეს იმას ნიშნავს, რომ იმან შეიძლება სიმართლე ვერ თქვას. რა თქმა უნდა, იმანაც შეიძლება თქვას სიმართლე და მაგ სწორად მაგითო ვამბობ ახლა, რომ იაგო აბსოლუტურად მართალია მაგათთან მიმართებაში, აბსოლუტურად. მაგრამ ობიექტურად ახლა ხო, ლიბერალია ჩემთვის, ანუ მნიშვნელობა არ აქვს რა. ხუარების გარემოცვაში ცხოვრობ 9 წელია. მოდი ახლა გადავიდეთ ამაზე. ეს არის, როგორც ვიცი, სამოქალაქო აქტივისტი შიგევროპელი, დიდი რუპორა, ესე ვთქვათ, შიგევროპელების და იაგოს აბრალებს, რომ იაგო არისო ქოციო რა. ქოცებთან თანამშრომლობს და რაღაც. ჯერ ამის რომ ჯერა, ხო, ჯერ ამის რომ იაგო არის ქოცი. აი მაგიტო ვერ გაცდებით რუსთაველის გამზირს ვერასდროს ცხოვრებაში. მოდი ახლა მოусვინოთ და თან კაი კომენტირება გავუკეთოთ. იგი თანაგრძნობაზე და ეს რეჟიმის თუთიყურში, ეს ვთქვათ, იაგო, სადოსი პოლიტიკოსი, აგრეთ წოდებული ამას როგორც ვიცი, შმაგი ქვია, ხო? და რაღაც იმაზე აქვს. აი შმაგი რომ მე რქვას, ევროპა არ მომიდებოდა არასდროს, არ ვიცი, მაგრამ აი შმაგი რო ქვია, ევროპა უბრალოდ არ უნდა გინდოდეს. მართლა სერიოზულად ვამბობ რა, ანუ მართლა გემოვნები. და ლაპარაკის დროს არ უნდა იჭინთებოდე ზოგადად. არ უნდა იჭინთებოდე ლაპარაკის დროს. როდესაც საუბრობ, არ უნდა მქონდეს იმის შთაბეჭდილება, რომ უბრალოდ ტვალეთში ზიხარ და იმას ერთ რაღაცას უშვებ. არ უნდა მქონდეს ამის, როდესაც მითომეტე სამოქალაქო აქტივისტი. ნახეთ რა ხდება, როგორი რაღაცა მოხდა, რომ გადაცემაში ეძახდა, ასე ვთქვათ, სიბინძურეს, ვინც დგას ადამიანის რუსთაველს. კი, აბსოლუტურად ბინძურები ხართ. აი ნენსი ვოლანდი, ის ნანა სანდერსი, აი თელი აი ეს დაობანელი საზმაოსთან რო ღამეს ათენებთ და თელი ღამე რო არ გიბანავია, აი იმენა მყრალი, აი ძირითადად 80% არის მყრალი, აი ფიზიკურად მყრალი, აი ტოქსიკურია, მის გვერდზე რო დადგე შეიძლება აი კილომეტრიდან იქცნო მისი სუნი, ამიტომ სამ დიდი სიმართლე გითხრათ მაგით. ესე იგი, იქ დგა, ახლა ნახეთ ერთი ქალბატონი დგას, რომელსაც ვორ თებერვალს 1980 აქ რა სისულელეს ამბობს, ახლა უყურეთ. 12 წელს მოუკლეს ერთი შვილი მეტროში 17 წლის ხო პუჩისტებმა მშვიდობიან აქციაზე, რომელიც მიდიოდა დროშით ხელში. მისი ამ ქალბატონის, რომელიც ახლა აქციაზე დგას, რომელსაც ეს რეჟიმის თუთიყურში იაგო უწოდებს სიბინძურეს. ანუ ტიპა რა ალიბი შექმნა დაამოყამეთ? აი რა ალიბი შექმნა, რომ დღეს აქციაზე დგას ქალბატონი, რომლის შვილიო შეეწირა პუჩისტების დროსო, პაპაჩემის პუჩისტების დროსო, მშვიდობიან აქციასო და ეს რამე ალიბია? ანუ ეხა მე მაგალითად ომის გმირი რო ვიყო და ჩემი შვილი რო იყოს სუფთა სირი, დაუშვოთ. ჩემი შვილი რო ეგეთი გახდეს. რახან ჩემი შვილი, ანუ მაგარი ტიპია? ანუ ეს რა გამოგონილი რაღაც სისულელეა, რომ რახან ეხა აი ვიღაცა რომელიც მონაწილეობდა სიტყვაზე აფხაზეთის ომში, ავტომატურად ნიშნავს რომ ყველაფერში მართალია? ან ყველაფერში, აი რავი, აბსოლუტურად სამყაროში რაც არსებობს. რა სისულელეა ეს? რატო არ შეიძლება ადამიანი ერთ რამეში მართალი იყო და მეორეში ცდებოდე? რა მნიშვნელობა აქვს მაგას? ბევრი გმირი ყავს, ძალიან გმირების ქვეყანა ვართ, ძალიან ბევრი ომის ვეტერანი ყავს, ძალიან მეგარი, მაგრამ ეს ავტომატურად ალიბი არ არის მეგობარო იმაზე, რომ რახან სიტყვაზე ეხა მაგალითად ეგ არის აქციის მონაწილე, რომ აბსოლუტურად ყველაფერში მართალია.
რავი, ჯერო ხო, ნუ ეხლა რა მოიკითხება ეხლა შიგევროპელს რა. ყველაფერზე ებღაუჭება, აი ყველაფერს და რო იცოდეთ, აი ესეთი ურა პატრიოტიზმი, რასაც შიგევროპელი პატრიოტიზმზე გელაპარაკებ, ხო ცალკე სასაცილოა. ერთ-ერთმა დიდმა ბრიტანულმა ფილოსოფოსმა სწორედ ამას უწოდა, რომ აი ურა პატრიოტიზმი არის უკანასკნელი ვიგინდარების თავშესაფარი, რომლებიც შეფარულად, აი ან წუხელიზეს იმას მოიკრავენ, სურათებს მოიკრავენ, იქ აგვისტოს ომის გმირებს, იმას რომ შენამით გევაჭრებიან და შენზე ემოციურად მანიპულირებენ. ეს არის შიგევროპელების ხელწერა. აი სწორედაც ურა პატრიოტიზმი არის უკანასკნელი ნაცგრილების თავშესაფარი ბოლოს, იმიტომ რომ ეს ხალხი ფუნდამენტურად არ არის სამშობლოს ინტერესებში და ეხლა თქვენ გჯერათ იმის და თქვენ გჯერათ იმ ზღაპრების, რომ ესენი რასაც პატრიოტიზმის ენით საუბრობენ არის სწორი? არა, ეს არის ემოციური მანიპულაცია უბრალოდ. ამ ქალბატონს ამ რეჟიმმა იმ პუჩისტების შვილმა ხო, რა ქვია კობახიძემ და დაიჭირა მისი მეორე შვილი, რომელიც ახლა ციხეში დგას, ხო და ყველაზე მეტი ფარისეულობა არის იმაში, რომ გადაცემები მიყავს, სადაც საუბრობს ეროვნულ მოძრაობაზე და ეს რა ქვია იწვევს იქ სტუმრებს და როგორ იბადებოდა თუმე ქართველი ერი. შეგამოშტერებულო საქართველოს დაბადებით გაიგო ძალიან ბევრმა ახალგაზრდა მათ შორის იაგოსმა გადაცემით გაიგო ბევრი რამე იმ დროინდელ საქართველოსზე რომ ყველა მხარესთან მიდის იაგო გინდა მხედრიონელთან გინდა პუჩისთან გინდა ეროვნული მოძრაობის წევრებთან გინდა ყოფილ ელიტასთან გინდა ჩვეულებრივ ხალხთან ყველასთან და ბევრ სხვადასხვა ინფორმაციას და ესე თქვა ამ ღია ეთერის საშუალებით ისეთ რომელსაც აქ ძალიან ბევრი ნახვა საქართველოს დაბადება და მეც არაერთი ეპიზოდი მაქვს ნანახი ამასთან და მადლობა მაგაზე იაგოს რომ მაგას აკეთებს ისე ბევრ ლიბერალს ეგარშეულია ანუ გამოდის რომ ტიპა რა დააკავშირა ხა უყურეთ რომ ისაო რა ქვია საქართველოს დაბადების ეს ისაო გვერდზე გადისო პუჩისტის შვილის აზროვნებას თორე იაგო შეკრულია თურმე კონცეპტთან და კობახიძეზე მამასთან რა ტიპმა რა გამოაცხო უბრალოდ რა ხო გეუბნებით ამათ არ მოიკითხებათ ჭკუაც მაო ამათ არ მოიკითხებათ ჭკუა. და ნახეთ აი რამდენად შეწყმული არის ეს ყველაფერი ხო აი კობახიძე, აი ეს ფარისევლობა მართლაც და რა ვიცი ახლა თქვენ გადაცემაში იყო ვართული თქვენი მოსული სალოსი უწოდა, მაგრამ ინტერნეტი როგორც გამოიხმაურა, ყველამ რა გავიფიქრეთ სალოსის გარდა, კარგად ვიცით თვითონაც მიხვდება ალბათ. ჩემო შმაგი მომისმინე. ლაპარაკის დროს კიდევ ერთხელ ვიმეორებ. ნუ იჭინთები. რო ლაპარაკობ, ნუ იჭინთები და ნუ მრჩება იმის შთაბეჭდილება, რომ ტუალეტში ზიხარ ამ დროს. ნუ ფორმულა კი ტუალეტია დიდი ერთი, მაგრამ აუდიტორიას ეცი პატივი. და სანამ ვიღაცა ფალოს უწოდებ და პოლიტიკური მას, ხო, აი მართლა შემოატრიალეთ დიდი სარკე რუსთაველზე, დაიჭირეთ და იმ სარკეს შაიხედეთ აბსოლუტურად უყველო. სანამ მაგდეს ვერ გაარჩევთ, ვინ არის იაგო და ვინ ხართ თქვენ, ან ვინ არის კოცები და ვინ ხართ თქვენ, სანამ მარტივ ჭეშმარიტებს ერთმანეთსგან ვერ გაარჩევთ, ყოველთვის დარჩებით აი უდგეურ ტემუდან გამოწერილ დისიდენტებად, ანუ ყოველთვის. და თქვენზე უბრალოდ სიმღერებს დავწერთ. გაიგე? და პრეტენზია რო გაქვს ამდენი რამე რო გესმის ისენი, ხო? ძალიან მარტივია მექანიკური აზროვნება. მე საერთოდ რასეონები ხოლმე ჩემ გამოწერებს იცით, რომ ხალხო განათლებას კიდე იმდენი დიდი მნიშვნელობა არ აქვს ამდენადაც მექანიკურ აზროვნებას. ანუ რას ნიშნავს მექანიზირებული აზროვნება? ანუ შენ თუ ბირთვი არ გივარგა, რომ მარტივი, მაგალითად, ცხელი და ცივი ერთმანეთისგან გაარჩიო, კაი და სუდი ერთმანეთისგან გაარჩიო. უბრალოდ უნდა დაივიწყო აზროვნება. ანუ ნუ გონიათ რომ განათლება რამე ახლო კავშირში აზროვნებასთან. განათლება სხვა რამეა და აბსოლუტურად სხვა რამეა აზროვნება. ეხა ეს ბიჭი შეიძლება არის განათლებული, მაგრამ აზროვნება აქ ნული, მაგდენს რომ ვერ ხვდები და ვერ არჩევ, რომ იაგო კოცი არ არის და კოცებს აკრიტიკებს, კი არა, ისეთ რამებს ეუნება ხოლმე, რომ რავი, მე როგორც ქართული ოცნების ამორჩეველი, ანუ მე თვითონ ვიშოკები ხოლმე მაგას, რომ მაგრამ ჩემი აზრით ეხა იაგო და ეხა ზურამ ახარაძე ორადორი ადამიანი მიმაჩნია, მე ვისაც თვლი ნორმალურ ოპოზიციად ამ ქვეყანაში. კიდევ ერთხელ ვიმეორებ. მართლა ნორმალურ აი ადამიანს დაელაპარაკები და მართლა ხო რა აი უბრალოდ თქვენ საიდან ხართ რომელი საგიჟეთიდან ხართ გამოქცეულები მართლა არ ვიცი რომელი საგიჟეთიდან არ ვიცი შმაგი დამიჯერე აი ეს body language და საუბრის მანერა ისე დახვეწერო აუდიტორიას პატივისცე და ისეთი შთაბეჭდილება მართლა არ უნდა რჩებოდეს რომ უნიტაზეზე ხარ ეს არის უნიშნელოვანესი დიქციის დროს არის უნიშნელოვანესი იმიტომ რომ როდესაც ხა მე შენ გისმენ ანუ შთაბეჭდილება რჩება რომ იმენე ტუალეტიდან მელაპარაკები და მე როგორც ხა მსმენელი ანუ შეუროც ყოფილი ვრჩები მართლა გაიგე მე არ ვამფრე ხა ეს ბიჭი დებილი ამას ანუ არ ვიტყვი რომ ეს გაუნათლებელია განათლებული არის კი რაღაცებში არის განათლებული მაგრამ განათლება არაფერს არ ნიშნავს აზროვნების გარეშე თუ აზროვნება ადამიანს არ გააჩნია
განათლებული ადამიანის მიერ წარმოშობილი ბევრი სიტყვები რა გაუკეთებიათ კაცობრიობის ისტორიაში, ხო? მაგ ეგრეთ წოდებულ განათლებულებს ხოლოდ, ხო? ძალიან ბევრი დაღი დაასვა ჩვენ ცივილიზაციას და ძალიან ბევრად უკან წაგწია კიდე. ასე რომ ეს არაფერს არნიშნავს. და ბევრჯერ დაფიქრდეს, სანამ სიბინძურეს უწოდებს აი ამ ხალბატონს. ამის გამო და მაგ ხალბატონს არავინ არ უწოდებს ბინძურს და апелირებთ და ხართ აი დაბიოები იმით რომ ყველანაირ ამ ფსევდოპატრიოტულ ნარატივებს იღებთ და საკუთარ სამყაროში ასახებთ ბიჭო. შიგევროპელი უბრალოდ პატრიოტიზმზე არ მელაპარაკოს. უბრალოდ არ მელაპარაკოს. უბრალოდ არის საუბა, არანაირი მორალური ის არ აქვს მაგას, რა ვთქვია, პასუხისგებლობა და არანაირი მორალური უფლება არ ესე მოიქცეს. აი რანაირად უნდა მონათლო, ეხა იაგომ უწოდა ვიღაც აქციაზე მყოფს, ეხა აფხაზეთის იმაში იმას, რომ აი ეს თურმე ბინძური რა სისულელეა. ნარატივია ბინძური თავიდან ბოლომდე. და ბოდიში ხა მე რო გმირი ვიყო რომელიმე ომის და ჩემი შვილის სირი გამოდგეს, ხო? ეს ჩემი შვილის კარგობა იმით არ დამტკიცდება, რახან ჩემი შვილი, რახან მისი მამა ვარ. ამიტომ ასეთ ბანძ რაღაც ესე ვთქვათ, მახინაციებს შეეშვით. ანუ საერთოდ აზროვნება შეეშვით. არ არის თქვენი საქმე აზროვნება. დაიზეპირეთ რაღაც ტექსტები და იბლუყუნეთ. ხო, ესეთია მეგობრებო, ჩვენი დღევანდელი ესე ვთქვათ შეფასება ამაზე რომ არ გამეკეთებინა კომენტარია, უბრალოდ არ გამოვიდო და იმიტომ რომ იაგოს ეს მასტერკლასი რომ მოვისმინე იმასე რა ქვია ფორმულაზე ძალიან მომეწონა, იმიტომ რომ ეს იყო მცდელობა რომ ეშმაკების ბუდე დაენგრიეთ. მაგრამ საბოლოო ჯამში მაინც ვერ დაანგრიეს, იმიტომ რომ იაგოსაც დააბრალეს ორი კოცი სუსტა შეკრული და ეგეთი რამეებით. ეხა შენ რომ იაგო ხვიჩი აგონია კოცებთან თანამშრომლობდეს და რა ვიცი ეხა სუსის პროექტი იყოს, რა ვიცი აი ამას რო ვერ არჩევ ამდენი წელს განმავლობაში, ხო? იმ ადამიანს ვერც ოფთალმოლოგი უშველის და ვერაფერი ვერ უშველის, იმიტომ რომ როდესაც ასე განსხვავებული აქცენტები ხდება და ასეთი ცხარე კრიტიკა ქართული ოცნების მიმართ თვითონ იაგოს მხრიდანაც, შენ კიდე ეს რო გონია, სასარგებლო. უბრალოდ ამ ხალხს ყველაფერი რაც განსხვავებული ხარ, კომუნისტები რატო არიან ახლა შიგევროპელები ვიცით, რომ ყველაფერში რაშიც შენ განსხვავებული ხარ, აი ყველაფერში რაშიც შენ განსხვავებული ხარ, აი რამე განსხვავებული აზრი წარმოვთქვი, მაგალითად შენ ესე გჯერა, ესე გონია, ხო? ეგრევე იციან შტამპების აწეპება და სანამ შტამპებს ეგენი ვინმეს აწეპებენ, მაგამდე მაგიტო ვასწრებ და მაგიტო ვახდენ მათ დემორალიზირებას თავიდან ბოლომდე. იმიტომ რომ ამ ხალხთან უბრალოდ კომუნიკაცია არ გამოვა. ეს ხალხი არის ჩვეულებრივი, შიზოფრენიკი, რომელსაც უბრალოდ არაფერი ეშველება. არაფერი, კუზიანს მარტო სამარია სწორებს. ანუ ტყუილად ცდილობთ რომ ესენი ნორმალურები გახადოთ. თქვენ რაც უფრო ნორმალურები გახდებით, ესენი უფრო არანორმალურები გახდებიან. იმიტომ რომ მათ ყველაფერი ნორმალური ზულთ ამ სამყაროში. ყველაფერი. დროებით.